პირველ რიგში მინდა რა თქმა უნდა სოლიდარობა გამოუცხადო ირანელ ხალხს და უსურვო მალე გამარჯვება, მაგრამ ახლა მინდა თავარ თემაზე გადავიდე, გუშინ ვოლსკი გამოვიდა. ეს იყო უტიფრობის მწვერვალი, თურმე სამუშაო ადგილები არსებობს ქვეყანაში. თურმე ჩვენ ემიგრანტები მორბივართ აქ, მიტოკია რომ იქ სამუშაო ადგილი არ გვიყვარს ქვეყანა და გამოვივართ, მითო ეს იყო უტიფრობის ზღვარი, ქვეყანა რომელიც ნიფხავს ვერ კერავს, ქვეყანა რომელიც ნასკს ვერ კერავს და ქვეყანა რომელიც თავის სამყოფ ხახვი ვერ მოყვავს, ნიორი ვერ მოყვავს, როცა კლიმატი ევროპასთან შედარებით არის 100-ჯერ უკეთესი და ფერმერები გაფიცული არიან ჩვენ მოსავალს იმდენი მოყავთ, რომ არ შემოიტანოთ საზოგადოებიდან და რა ვიცი რა, კლიმატი ჩვენ გვაქვს იმედთან შედარებით რაღაც 1000-ჯერ უკეთესი და ამ ქვეყანას ვერ მოყავს ნიორი, ლობიო, მწვანილი, ხახვი, რა ვიცი, ვერაფერი ვერ მოყავს, ვერ აწარმოებს, იმიტომ რომ დედაახლული ვოლსკისკრაირი ხელისუფლება გვყავს. გვეუბნება, რომ თურმე სამუშაო ადგილები არის და შეურაცხყოფას გვაყენებს ყველა ემიგრანტს და ამის გვირგვინი არის ის, რომ 6 თვე თუ საქართველოში არ იქნები დაზღვევა წაგვართვენ. ამის გვირგვინი არის ის, რომ ხმის უფლება წაგვართვენ. ესენი გააკეთებენ ყველაფერს თავის ხელისუფლების შესანარჩუნებლად. სულში და ჩაგვაფურთხებენ, საფლავში და ჩაგვაფურთხებენ და საერთოდ მოგჩერებიან მხოლოდ ერთი მიზნით, რაც შეიძლება მეტი ფული გავაგზავნოთ საქართველოში. კიდევ ერთხელ მინდა, ახლა მეტი რა უნდა გვიქნას და მეტი რა უნდა ქნან ახლა, რომ ემიგრანტებმა დავიწყოთ ყოველ კვირა დღეს აქციები, ისე როგორც აკეთებენ უკრაინელები და მგონია, რომ რუსეთი ჩვენ უკეთეს დღეში გვამყოფებს ვიდრე უკრაინელებს რა. ჩვენც ომში ვართ რუსეთთან. ამიტომ კიდევ ერთხელ მოუწოდებ ემიგრანტებს. სხვანაირად როგორ უნდა მეგვექცენ კიდო, რომ რაღაც აღშფოთება გამოიწვიოს ჩვენში და გაერთიანება გამოიწვიოს. დავიწყოთ ყოველ კვირა დღეს აქციები ევროპის დედაქალაქებში საბოლოო გამარჯვებამდე და გამარჯვება რომ ახლოსაა, ეს არის ფაქტი და ამას ამტკიცებს სოფლიოში მიმდინარე ყოველი დღე, ყოველი მოვლენა. ამიტომ დავირაზმოთ, გავიმარჯვოთ და ღირსეულად დაბრუნდეთ ჩვენ ქვეყანაში. მადლობთ ყურადღებისათვის.